მოგესალმებით, დღეს 23 მარტია, ორშაბათი და ჩვენ ტრადიციულად შემოგთავაზებთ ჩემი შესავალი სიტყვის შემდეგ გადაცემას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩაიწერა და ამ გადაცემას თეატრალური ორშაბათი ჰქვია. გადაცემის ჩაწერის დროს ჩვენ ქვეყანას ყავდა კათოლიკოს პატრიარქი. 17 მარტს ჩვენ იგი დაგვემშვიდობა სამუდამოდ და გუშინ მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ უკანასკნელ გზაზე გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი უკანასკნელი 49 წლის განმავლობაში. თითეული ქრისტიანის და არა მხოლოდ ქრისტიანის იმედი ნუგეში თითქოს ერთიანად ასოცირდებოდა ამ უსათნოეს და უძვირფასეს ბრძენკაცთან, რომელსაც უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცხეთა თბილისის და აგრეთვე ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე ერქვა. მისი საქმენი, მისი ღვაწლი ამ სიტყვის ყველაზე ფართო და ყველაზე მაღალი გაგებით კიდევ დიდხანს იქნება სამსჯელო და მისი სახელი აუცილებლად დაიმკვიდრებს საკუთარ თავს საქართველოს არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიაში, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როგორც ერთი გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ყველას კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ამ უდიდეს დანაკარგს და ახლა კი შემოგთავაზებთ ჩვენს თეატრალურ ორშაბათს, რომელიც ასევე წასული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 23 მარტია, ორშაბათი, ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ჩვენს თეატრალურ ორშაბათში. ბოლო პერიოდი მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის საკმაოდ ტკივნეული აღმოჩნდა, რადგან თქვენ მოგეხსენებათ, რომ წავიდა ჩვენგან ჩვენი თეატრის არაჩვეულებრივი მსახიობი და რეჟისორი ბატონი ოთარ ბაღათურია, რომლის წასვლიდან დღეს მე-40 დღეა. ჩვენ ვინაიდან წლევანდელი წელი ბატონი ოთარისთვის საიუბილეო უნდა ყოფილიყო, ცალკე გადაცემას მიუძღვნით მისი 85 წლის თავს. დღეს კი კიდევ ერთხელ გვინდა მოვიგონოთ ბატონი ოთარ ბაღათურია. ასევე მინდა გითხრათ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო თავისი პროფესიული მოღვაწეობა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა და პედაგოგმა ქალბატონმა ლილი იოსელიანმა, რომელიც 25 მარტს იყო დაბადებული და ყოველი წლის 25 მარტს ჩვენ მისი მოწაფეები ვიკრიბებოდით ქალბატონ ლილისთან და თითეული 25 მარტი იყო რაღაცით ერთნაირი და რაღაცით ძალიან განსხვავებული.
რაღაცით ერთნაირი როცა ვამბობ, ერთნაირი იყო იმით, რომ ყველა 25 მარტის მთავარი მოქმედი გმირი ბუნებრივია თავად ქალბატონი ლილი გახლდათ. ქალბატონ ლილი იოსელიანი იყო გიორგი ტოლსტონოგოვის მოწაფე, მან 1946 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და მოვიდა სამუშაოდ სწორედ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. იმ ხანად მოზარდ მაყურებელთა თეატრი რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა მელი კაზარიანცის სახლში და სწორედ აქ ამ თეატრში მან დადგა 3 სპექტაკლი. პირველი სპექტაკლი, რომელიც ქალბატონმა ლილიმ განახორციელა, იყო სპექტაკლი ზოია რუხაძეზე, ეს გახლდათ სამამულო ომის გმირი ქალბატონი და ამ როლს თამაშობდა სრულიად ახალგაზრდა ეთერ გელოვანი. ქალბატონი lilis შემოქმედებითი ცხოვრება შემდეგ სხვა თეატრებში გაგრძელდა, ეს იყო მარჯანიშვილის თეატრი თუ გორის თეატრი, შემდეგ რუსთაველის თეატრი, კვლავ მარჯანიშვილის თეატრი, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ქალბატონი ლილი წუთით არ მოშორებია თეატრალურ ინსტიტუტს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მან 72 წელი გაატარა. ეს შენობა და ეს დარბაზი, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და სადაც დღეს ფუნქციონირებს მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ერთ დროს სანკულტურის თეატრის კუთვნილება გახლდათ და სწორედ სანკულტურის თეატრმა არსებობა შეწყვიტა ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობის შემდეგ. მუდმივად დისიდენტი ქალბატონი ლილი, როგორც კი მოვიდა ჯანმრთელობის სამინისტროს დაფინანსებულ თეატრში, სადაც მხოლოდ ისეთი პიესები უნდა დაედგა, სადაც რომელიმე დაავადებაზე იქნებოდა საუბარი და სპექტაკლის წინ რომელიმე პროფესორს ლექცია უნდა წაეკითხა ამ დაავადებაზე, რასაკვირველია, ქალბატონმა ლილიმ ამაზე უარი განაცხადა, დადგა თავისივე დაწერილი ჩვენი ერთი საღამო, მოიწვია ქალბატონი მედეა კუჭუხიძე და დადგმევინა კოროსილევის მემჯერა შენი, ჯანმრთელობის სამინისტრო მიხვდა, რომ აქ ჩვეულებრივ თეატრის შექმნაზეა საუბარი, რაც მას უკვე აღარ აწყობდა და დაფინანსება შეწყვიტა. სწორედ აქ, აი ამ შენობაში დაასრულა არსებობა სანკულტურის თეატრმა, რომელიც თავის დროზე ცნობილმა რეჟისორმა ვიქტორ ნინიძემ დაარსა. დღეს მე სასაუბროდ შევარჩიე ჩვენ თეატრის წამყვანი მსახიობი, არაჩვეულებრივი ქალბატონი თამარ მამულაშვილი, რომელიც იყო ქალბატონი ლილის მოწაფე და ამავდროულად ბატონი ოთარის პარტნიორი ბაღათურიასი მთელ რიგ სპექტაკლებში და მე მინდა აი ასე შინაურულად, ოჯახურად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოვიგონოთ შესანიშნავი მსახიობი ბატონი ოთარ ბაღათურია და რეჟისორი, რომელმაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო სწორედ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბატონი ოთარი საიუბილეო წელი იყო წელს და დასანანია, რომ ვერ მივახციეთ ამ იუბილემდე, 85 წლის გახდებოდა იგი 21 დეკემბერს და ჩვენ ყველა შევეცადოთ, რომ ისეთი ხსოვნის საღამო ან რაღაცა მსგავსი გადაცემა მიუძღვნათ, რაც ეკადრება მის სულს. მე ვახსენე, რომ ჩვენ ერთი პედაგოგი ყავდა, ქალბატონი ლილი იოსელიანი და მე გეტყვი კიდევ იმასაც, რომ სწორედ მესამე კურსზე როცა ვიყავი, ქალბატონმა ლილიმ ოთარ ბაღათურიამ მოიყვანა ჯგუფში
მეორე პედაგოგათაზე, რომ ბატონი ოთარი გარდა იმისა, რომ იყო ძალიან ძვირფასი ადამიანი, ის იყო ჩემი პედაგოგიც და მეტიც სადიპლომო სპექტაკლი ჩვენ ჯგუფთან სწორედ ბატონმა ოთარმა განახორციელა ქამუშაძის გაჭირვება და მე ვთამაშობდი ბეგლარ ჯინჭარაძის როლს ამ სპექტაკლში. ეხლა რაც შეეხება ჩვენ საერთოდ დედიკოს გვეძახდა ყველას. დედიკო 25 მარტს ყველას მიგვიხაროდა ჯერ საბურთალოს ქუჩაზე, შემდეგ იოსელიანის ქუჩაზე და იქ იკრიბებოდა პრაქტიკულად ყველა თაობის თითო წარმომადგენელი მაინც და ჩვენს ლილის მოწაფეებს ჰქონდა რაღაცა შეგრძნება ერთგვარი ნათესაური კავშირისა. ერთობის შეგრძნება. ხო, ერთობის, აი, როდესაც ერთი პედაგოგი, აი პატარა შვილები, თან ყველა შვილს ეძახდა, ყველას დედიკოს ეძახდა და მაგრამ დამოკიდებულებები და თან საკმაოდ თვითირონიული ქალბატონიც გახლდათ და არ აკლდა ზოგადად ირონია, იმ დამოკიდებულებებში ჩანდა მისი დამოკიდებულება. თუმცა ირონიულ დამოკიდებულებაში ძალიან დიდი სიყვარული ჩანდა. აი თქვენ როგორ გახსოვთ? თქვენს მიმართაც იქნებოდა ალბათ სასტიკი როგორც ყველას მიმართ. ჩემს მიმართ არ იყო სასტიკი. აი სწორედ ამიტომაც მოგიწვიეთ დღეს აქ. დიმიტრი, აი ხა ის გამახსენდა დედიკოს რო გვეძახდა ყველა და ყველა რომ დედიკო როგორ ხარ რო ვეკითხებოდით, აი ბოლოს დოლიძეზე რო აუხოვდი, უკვე დასაწყისში უკვე იქ ვიყავი და მთელი ჩემი ფიქრებით უკვე ვიყავი შესული სახლში. როგორ ხარ დედიკო? ვერ დავიკვეხნი. ეს მეტყოდა ხოლმე აი ნუ ეს იყო რაღაცა არაჩვეულებრივი ხელოვანი. სასოწარკვეთილებამდე მისული მთელი თავისი ცხოვრება მსხვერპლად გაიღო ამ ადამიანმა თეატრისთვის და თავისი ოჯახისთვის. მხოლოდ ამით ცხოვრობდა. მას მეტი აი როგორ ავთქვა როგორ არ ქონდა ძალიან ბევრი საქმე ქონდა, ბევრ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ასეთი თავდადებული ადამიანი ბევრი არ არის დღეს. ის დაბადების დღეები იყო ერთდროულად ტკივილით, სიხარულით. არ იყო ეს ერთმნიშვნელოვანი საღამოები. ჯერ ერთი ბოლოს იმიტომ რომ ხალხი აკლდებოდა დიმიტრი. აი ის ადამიანები დავუშვათ 10 კაცი რომ იყო დაბადების დღეზე, იმას 1, 2, 3 ნელ-ნელა ეს ადამიანები მიდიოდნენ ამ ცხოვრებიდან. ის თითოეულის წასვლას განიცდიდა როგორც არ ვიცი დიდ ტრაგედიას და აი ამას ატარებდა. ჩემი პედაგოგი რეზუმირცხულავა იყო. ბოლოს მეოთხე კურსზე მოვიდა ქალბატონო ლილი იოსელიანი და ამოგვიტრიალა ყველაფერი. ჩაგვიყვანდა ჯოჯოხეთში, აგვიყვანდა 64-ში, სანამ არ მიაღწევდა იმას, რაც საჭირო იყო, რაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში იყო და კიდევ უფრო მეტი და ეს სწორი იყო და კარგი იყო, მე ვფიქრობ. მანამდე ის არ ჩერდებოდა, მან არ იცოდა დრო, არ იცოდა წუთი, წამი, საათი, ერთი დღე, ალბათ რომ დაგეჯინე, საერთოდ ფეხზე არ დგებოდა. აი ეს იყო მისი. ჩვენ ესე მოხდა რომ გამომიძახა რომ მოდიოდ ჩემთანო მივედი და უცებ ესე მოხდა რომ შემომთავაზა დიდებული დრამატურგის დიდებულ პიესაში დიდებული როლი, ასე შეიძლება ითქვას. საერთოდ ეს ზურას ტურუას ინიციატივა იყო, ზურას უნდოდა ძალიან კარგი იქნებოდა სამწუხაროდ არ შედგა ეს ამბავი ამ როლში და ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან დიდხანს. წლები, მაგრამ იცით როგორ იყო, შეიძლება წელიწადი ისე გასულიყო, რომ გვემუშავა 2 თვე ან 3 თვე. იცით როგორ მუშაობდა ადამიანი რო ბერდება, მეხსიერება ხომ უკვე ეკარგება და ბავშვობა ახსოვს, ბავშვობის მოვლენები. ზოგს ეგონა რომ ქალბატონ ლილის ჰქონდა ცოტა მეხსიერების დაკარგვა. როგორც კი იწყებოდა რეპეტიცია, მას არაფერი არ ვიწყდებოდა. თავისი მუშაობის მეთოდი, პიესა, შენ
საერთოდ ნიშანწყალი არ იყო. თუმცა რომ დავთავდებოდა რეპეტიცია, რომ თავდებოდა, შეიძლება რაღაცა უცებ ისეთი ეთქვა, რომ აი გეფიქრა. აი იქ რომ არ ყოფილიყავი მე ამდენი ხნის განმავლობაში, შეიძლება ეს ამბავი არც კი დამეჯერებინა. ეს იყო თვითონ თარგმნა პიესა. მუშაობდა ისეთი ენერგიით, ისეთი ცეცხლი ქონდა, დიმა ეხლა იცით და ყველა მიცის, ვინც მისი მოწაფეა, როგორი გარდასახვა ხდებოდა მასში, როცა ის იწყებდა მუშაობას. ეს იყო პროცესი დაუვიწყარი აბსოლუტურად. აი ის აღწევდა ისეთ რამეს, სადაც ხმაც კი ეცვლებოდა ადამიანს, ტონი, რითმი, სხეულის ყველაფერი აბსოლუტურად ეს ხდებოდა თანდათან. აი ალგორითმი ქონდა თავისი. აი აქ უნდა აი ეს უწურ მართლა ის პაზლივით უნდა აი როგორც ამბობთ მეხსიერებაზე, მას ყველამ ვიცით რომ ქონდა ფიზიკური მდგომარეობა, რაღაცა არ შეეძლო ჩვენებისას ის აბსოლუტურად ჩვეულებრივად მოძრაობდა. მე აჩვენებ, მე გააგრძელებდა ისევ ბუნებრივ მდგომარეობას. ეხლა ყველას მაინც ეგონა რომ აი ლილი ესეთი არა, მას დადგმული აქვს კაცი ადამიანი. აი მე წარმომიდგენია ის როგორ აჩვენებდა თავის სტუდენტებს. ლუარსაბ თათქარიძეს, დარეჯანს, ვამაზისეულს ის ამას ყველაფერს თამაშობდა და თამაშობდა სრულიად გენიალურად. მე ვიყავი ასისტენტი, როცა მან დადგა ეზოშავი ძაღლია. ხო, იქაც იქ სარე, ფოფია, ვარვარა კარბუ, როგორი პერსონაჟები და იყო აი სრულიად ფანტასტიკური საოცარი იუმორით. სხვათა შორის ტოლსტონოგოვი მისი პედაგოგი მას ავალდებულებდა რომ ეთამაშა. ჩერცი ხო არაჩვეულებრივი არტისტი, შესანიშნავი სახე შექმნა მასში, რა ქვია, ერთი წუთით ბერნარდაში დები წყდიაჩი და იმაში ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაში, ახალგაზრდა კომპოზიტორის მოძრაობაში და წყაროში, უკან დროზის სკამზე და ეს რაღაც ფრანგული ის რო კი ბატონო, 4 ფილმში გადაიღეს. ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. თან ძალიან უყვარდა ადამიანები. და ერთხელ რო რაღაცას გააკეთებდა და უშუალოდ ხო და შენ თუ ამაზე ის ხო კიდე გაჩვენებდა რომ გაეხალისებინე. მე ვეწევდი სიგარეტს. და იმდენხანს ვისხედით რომ აი და კაბინეტში თუ შეიძლება გავალ ან წყალს დავლევან ტუალეტში. გადი მეტყოდა. წავიდოდი ხელად, გავარდებოდი გიჟივით, მოვკიდევდი ამას და ზუსტად 2 წამში იყო უკვე იქ ამამდგარი და მაჩვენებდა არაჩვეულებრივი, აი არაჩვეულებრივი. ეგ ქონდა ყველას მიმართ, რომ აი თუ ვინმეს თუ ქონდა ეს სიგარეტის ის აი ისე ნება თან აწვალებდა, არ უშვებდა, თან მე ეცოდებოდა, გაუშვებდა და ასეთი. მე მახსოვს ბოლო შეხვედრა შედგა აქ ამ თეატრში, როდესაც მას გაუკეთეთ ერთგვარი იუბილე, იმიტომ რომ მანამდე სხვადასხვა თეატრებში იყო მის საიუბილეო საღამო და კატეგორიული უარი თქვა, რომ არა, არ მინდა და ისე გაიარა 90 წელი რაღაცნაირად არაფრით არ ქნა. მანამდე იყო მარჯანიშვილის თეატრში თუ კინომსახიობთა თეატრში და მეოთხარი კარგი იუბილეს ნუ დავარქვეთ. ხო ხარ მარტში დაბადებული, ნოემბერი იყო. მოდი თეატრში, ჩვეულებრივად შენი სტუდენტები შეიკრიბებიან და რაღაცნაირად ერთად დავждეთ, ვილაპარაკოთ ის. მოიტეხა ხელი, რომ მოვიდა თაბაშირით. აქ იყო ძლივს მოვიდა, ძლივს ის მე როგორ ჩაება ამ პროცესში და როგორი აი საოცარი სიყვარულის ატმოსფერო შექმნა. უფრო მეტიც ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს წესიერად არც იცნობდნენ, იქ იმ ერთ შეხვედრაში სხვადასხვა ხო, აი საოცარია. მე როგორ ჩააქრო ის ტორტი. როგორც ესე იგი მის დაბადების დღე ხო არ იყო და ამაში იყო რაღაცა თვით ირონია და
აი ყველა მის ნებისმიერ საქციელში ის იძლეოდა რაღაც მაგალითს, რაღაცას გასავლიდა. როგორც პედაგოგი. ოსტატი იყო, რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრებით, თავისი მოღვაწეობით თეატრში, მოღვაწეობა შეიმძლე ამ შემთხვევაში სრულიად თავისუფლად ვიხმარო, იმიტომ რომ ქალბატონი ლილი იყო ის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ღვაწლი მიუძღვის სტუდენტების ახალგაზრდების აღზრდაში, ჩამოყალიბებაში ნამდვილად. ბევრი მაგალითის მიმცემი იყო ნამდვილად. აი თუნდაც ის რაღაც რომ იმდენად ისე ფილიგრანულად მუშაობდა, კი, არ იყო ეს ადვილი, რთული იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ თუ შენ ამას ღირსეულად გაივლიდი, შენ თუ აქ არ გექნებოდა ჩაკეტილი ის ბარიერი, ჩამოფარებული ფარდა, მაშინ აი სადღაც სწორად შეგეძლო დამდგარიყავი უკვე მერე. მე მიხარია რომ ჩვენ შევძელით ის რომ როდესაც ქალბატონი ლილი გახდა 100 წლის, სწორედ მისმა პირველმა თეატრმა მოახერხა გამოსცა დიდი ალბომი, სადაც მთელი მის შემოქმედება, თავმოყრილი მისი სამეცნიერო ნაშრომები, საკმაოდ საინტერესო ექსპლიკაციები და ქალბატონმა მანანა გვერკველიამ და ბატონმა ლაშა კოტრიკაძემ გვაჩუქეს აი ის დოკუმენტური ფილმი, რომლის პრეზენტაციაც სწორედ ამ დარბაზში შედგა. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ამით უნდა დაგემშვიდობოთ, ჩვენ მოვიგონეთ არაჩვეულებრივი რეჟისორი და პედაგოგი ქალბატონი ლილი იოსელიანი, მოვიგონეთ ბატონი ოთარ ბაღათურია და დამშვიდობების წინ მინდა რომ ცოტა მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი საღამო და მინდა მივულოცო ასევე ზეგინდელი დაბადების დღე ჩვენი თეატრის არაჩვეულებრივ ქალბატონს, ქალბატონ მარიკა გოგიჩაიშვილს, უსურო მას მხნეობა, ჯანმრთელობა და ჩვენ ცალკე ქალბატონ მარიკას და მის შემოქმედებას მიუძღვნით გადაცემას და ჩვენ გვაყოლება ქალბატონი მარიკა სტუმრად. მომავალ ორშაბათს